მშვიდობა ძირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ განვაახლეთ ეცლონების სალონის გადაცემები და დღევანდელი ჩვენი თემა არის მეტად საინტერესო, ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს როლი ჩილო-კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. ეს თემა ნაკლებად შესწავლილია, ნაკლებად იცნობს ჩვენი საზოგადოება და ბუნებრივია, რომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ საკითხზე ყურადღება გამახვილებინა. ჩვენი სტუმრები არიან მანგლისისა თეთრიწყალოს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი, სრული პროფესორი. მეორე სტუმარი გახლავთ წყინვალების ორდენის კავალერი, არქეოლოგი, პროფესორი, კავკასიოლოგი ბატონი გივი ღამბაშიძე. და ბატონი როზიტა გუჯეჯიანი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, ეთნოლოგი, გადაცემას უძღვება დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე. როდიდან იწყებს სათავეს ქრისტიანობა ჩილო-კავკასიაში? მოგესალმებით, სიყვარულით გლოცავთ. ჩილო-კავკასიის ისტორია შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი, ინტერესიც ნაკლები არის, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არის ძალზე დიდი და ვრცელი რეგიონი ჩვენი მოსაზღვრე, რომლის ნაწილიც ყოველთვის იყო საქართველო და უნდა ვთქვათ, რომ ჩილო-კავკასია და საქართველო იყო ერთიანი კულტურულ-პოლიტიკური ერთეული, მთლიანობა იყო თავის დროზე. აქ ქრისტიანობის ისტორია იწყება თვითონ მოციქულებიდან, წმინდა მოციქულებიდან, ჩვენ ვიცით, რომ თვითონ წმინდა ანდრიას ცხოვრებაშიც არის, რომ ანდრია როცა შემოვიდა საქართველოში, შემდგომ შევიდა საქართველოს კუთხეში სვანეთში და სვანეთიდან გადავიდა ალანიაში. სვანეთი იყო დიდი ქვეყანა, დიდი ხალხი იყო იმ დროს. მას სტრაბონი ამბობს, რომ ზოგი იბერიელებს უწოდებენ და მოგახსენებათ, რომ ეს პლინიუსის ცნობით კავკასიის ორივე ფერდზე ცხოვრობდნენ. ან ჩილო-კავკასიაში გადავიდა ანდრია სვანეთთან შორის და შემდგომ იქიდან გადავიდა კიდევ უფრო ჩრდილოეთით ალანიაში ან ჩილო-კავკასიაში. მაგრამ ანდრია შესულა ასევე ჩილო-კავკასიაში მეორე გზით. თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს, რომ მან მოიხილა მცხეთის გორები ანდრია პირველწოდებულმა, შემდგომ ამ მყინვარწვერზე აღმართა ჯვრები და აქედან ამ გზით კვლავ შევიდა ჩილო-კავკასიაში. წმინდა ნინოს ცხოვრებაშიც არის აღნიშნული, რომ ეს მთიულთა შორის გადაგებდა და ამიტომაც ჩილო-კავკასია მოფენილი არის და სავსე არის ამჟამადაც შავი ზღვიდან უდრე კასპიის ზღვამდე, ესაა ურთულეს რეგიონი, როგორც ვთქვით. ქართული არქეოლოგიური საეკლესიო ნაშთებით, უამრავი ქართული ეკლესიარი, ქართული წარწერიანი ციხე-კოშკები, ჯვრებიანი ციხე-კოშკები, ძველი საზვალეები, ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა ჩილო-კავკასია და ჩვენი წყაროს მიხედვით ქართლის ცხოვრებაში არის ჩანართი, რომ მეექვსე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ჩილო-კავკასია, ჩერქეზეთი და ოსეთი არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში. მეორე უფრო მნიშვნელოვანი წყაროც არის, ესაა ბეჭვინთის იადგარი, რომელიც ამბობს, რომ კაფადან, ვიდრე ლიხის მთავრამდე ეს იყო საქართველოს ეკლესიის ან აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში. კაფა თქვენ მოგახსენებათ ერქვა ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ ფეოდოსიას, დღევანდელი ქალაქი ფეოდოსია, ანუ ყირიმიდან მოყოლებული მთელი ჩილო-კავკასია შედიოდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში. რა პერიოდიდან იწყებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის აქტიურობას ჩილო-კავკასიაში და როდის აღწევს კულმინაციას ეს პროცესი? მე ვიტყვი, რომ საერთოდ ფესვებზეც მინდა სიტყვა თქვა, რომ არქეოლოგიურად, ლინგვისტურად, ანთროპოლოგიურად მტკიცდება ეს ჩვენი საერთო ისტორიული ერთობა. ზედაპალეოლითში ეს კარგად არის დადასტურებული და მეზოლითსა და ნეოლითში ხდება ძველი წესაქრისტის მე-5-4 წლებში რაღაც დაყოფა საერთოდ მთელი კავკასიის მასშტაბით და მე-3000 წლისათვის ძალიან კარგად ჩანს უკვე ეს ენობრივი ერთეულები, რომელიც აი კავკასიაში ძველთა ძველ ფესვებს მიუთითებენ. ეხლა რაც შეეხება მე-2000 წლეულშიც არის ეს ძალიან მჭიდროდ არქეოლოგიურად დადასტურებული, პირველ 1000 წლეულში და უკვე სახელმწიფოებრივი ცხოვრება იწყება რა სამხრეთ კავკასიაში, საკუთრივ საქართველოს სივრცეში, უკვე ახალი იმპულსები გაჩნდა, უკვე პოლიტიკური მეუფე ბრძანებდა ამის შესახებ
და ვახტანგის პერიოდში მირიანის ეპოქაში არის ეს დიდი ასე ვთქვათ მცდელობა უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე ამ ერთიანობის კიდევ უფრო გამტკიცებისა და სახელმწიფოებრივ სივრცეში შემოყვანისა. ქართულ ისტორიოგრაფიაში იყო უფრო მიღებული ზოგადი პოზიცії და გამომდინარე რომ ეს არის უმთავრესად დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქა, მაგრამ აი უკვე როგორ თქვა უახლოესი აღარ არის გავლენმა აწლეულებმა არქეოლოგიურმა კვლევაძიებმა იმიერკავკასიის სივრცეში არქეოლოგიური თვალსაზრისით დაადასტურა რომ ბაგრატის მესამის პერიოდი მე-10 საუკუნის 60-იანი წლებიდან 2014 წლამდე ეს არის ფაქტობრივად პირველი გამაერთიანებელი უკვე ახალ დონეზე გამაერთიანებელი მთელი კავკასიისა და ამ ვითარებაში მე ვადასტურებ რომ მე-10 საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე მასობრივად მტკიცედ ჩანს ქრისტიანობის კვალი იმიერკავკასიის ქვეყნებში. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ აი ამ პერიოდში მე-10 საუკუნეში ჩრდილო-დასავლეთ იმიერკავკასიაში მძლავრობს გარკვეულწილად კონსტანტინოპოლის ეკლესია და აქ სულაც არის ალანეთის სამთავარ ეპისკოპოსოს, შემდეგ სამიტროპოლიოტ იქცა, მაგრამ იგი ახორციელებს თავის პოლიტიკურ თუ საეკლესიო ასე ვთქვათ მიმართულებას, ამ ვექტორი ცხადდება აფხაზეთის სამეფოს საშუალებით, ასე რომ მე მიმაჩნია რომ შეიძლება გარკვეულად საკამათო იყოს ჩრდილო-დასავლეთ იმიერკავკასიაში მთელი რიგი ეკლესიების წარმომავლობის საკითხი, ასთა სხვადასხვაობა ბიზანტიური თუ აფხაზური საეკლესიო სკოლის ეს და რაც შეეხება ცენტრალურ იმიერკავკასიას, აქ კახეთის სამეფო სამთავრო და სამეფო მძლავრობს, აღმოსავლეთში მოკლედ ქართლი და აღმოსავლეთში უკვე კახეთის სამეფო. კვირიკე მესამის დროს ჩატარდა ადმინისტრაციული დაყოფა და დადასტურებულია ქართულ წყაროებში, რომ ძურძუკეთი და გლიკვითი შედის კვეტერის საერისთავოში. რაც შეეხება ხერეთის მაჭის საერისთავოში შედის ხუნძეთი და მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კვლევის მიხედვით ცნობილია რომ ხუნძეთი დღევანდელი ტერიტორიას ხუნძეთი დღევანდელი ავარეთს რომ უძახიან დაღესტნის ტერიტორია. თემურ ლენგამდე მიმდინარეობს ეს ძალიან მძლავრად არის, ექვემდებარება უკვე მე-10 საუკუნეში, რაც უკვე ბაგრატ მესამის ეპოქაში ხდება უკვე გაერთიანება საქართველოს ჩამოყალიბება, უკვე მცხეთის საკათალიკოსო საპატრიარქოს ექვემდებარება და ამის წყინვალე გამოხატულება არის, რომ ყოფერდის ტაძარზე ინგუშეთშია ასასხეობაში ძურძუკეთის ტერიტორიაზე, რომელიც ითვლება ინგუშთა, ძურძუკთა კულტურისა და მათი აკონათი ითვლება, იქ არის სამეკლესიოებიანი ბაზილიკა ყოფერდის ტაძრისა წმინდა თომასის სახელობისაზეა ჩემი აზრით აგებული და იქ არის მოხსენებული მელქისედეკ პირველი ეს ჩვენი დიდი პატრიარქი ვითარცა აღმოსავლეთის პატრიარქი. ანუ სვეტსკოლის აღდგენელ გამომჩენებელი პატრიარქი მოხსენებულია აღმოსავლეთის პატრიარქად. ჩვენი მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ ბატონი გივი 20 წლის მანძილზე იყო ჩრდილო კავკასიაში არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ანუ უშუალოდ მონაწილეობდა ამ კვლევებში და შესაბამისად მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია ამის თაობაზე. ქალბატონო როზეტა, თქვენ დაინტერესეთ ყარაჩაის და ბალყარეთის ქრისტიანული ფესვებით და იქ ქართული კვალით. ეხლა მახსენდება ბატონი გივის ერთი შესანიშნავი წერილი ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩენილი სვეფისკვერის ყალიბის შესახებ, რომელიც იქ ქართული ქრისტიანული კულტურის კვალს სვეფისკვერის საბეჭდავი ხო? ადასტურებს და რაც შეეხება ყარაჩაის და ბალყარეთს ამ საკითხით დავინტერესდი, იმიტომ რომ ეთნოგრაფიულად ეს მხარეები ჩვენს მეცნიერებს კარგად აქვს შესწავლილი. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდია ღვაწლი რუსუდან ხარაძის, ალექსი რობაქიძის და შემდგომ უკვე მონოგრაფიულად ეს მხარე შეისწავლა თეიმურაზ მიფჩუანმა. და გარდა ამისა, ერთმა მიმართულებამაც მიბიძგა ამ მხრივ, რომ ჩვენს ყოფაში დღემდე სვანეთის მოსახლეობის ერთ ნაწილს ჰყავს ახლო მონათესავეები ყარაჩაიში და ბალყარეთში. და ყარაჩაი და ბალყარეთის მკვიდრ მოსახლეობასაც დაახლოებით 40%-ს აქვს ხსოვნა ქართული წარმომავლობის შესახებ. ქართული ძალიან მაღალი პროცენტია. დიახ, ძირითადად ესენი სვანური, უფრო მეტად აგრეთვე რაჭული და ძალიან მცირე პროცენტი მთისმეგრელების აი ესეთი საგვარეულო ლეგენდები არის შემონახული.
და კიდევ ერთი მესამე ფაქტორი, რომ მნიშვნელოვანი იყო მათი მორალური მხარდაჭერა საქართველოში პრობლემების არსებობის დროს არც ერთი ყარაჩელი და ბალყარელი ჩვენ წინააღმდეგ ომებში მონაწილეობას არ ღებულობდა, იმიტომ რომ მათ ახსოვდათ აი საერთო ერთიანი წარმომავლობის ხსოვნა და რაც შეეხება უშუალოდ ქრისტიანულ კულტურას. ყარაჩაი და ბალყარეთი, ანუ მათ ენაზე რომ ვთქვათ, მალყარეთი და ეს არის მართებული ფორმა, მას პირველად სპარტაკ რეხვიაშვილმა მიაქცია ყურადღება, ინახავენ ორ ძალიან ძვირფას მატერიალური კულტურის ძეგლს. ეს არის ყარაჩაიში მდინარე ყუბანის სათავეებთან მონასტრად სახელდებული შუანა და მეორე სენტის ეკლესია. სამწუხაროდ ორივე ამ ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის კერის გარშემო ეთნიკური ყარაჩაელები და მალყარელები არ სახლობენ. შესაბამისად, აი ეს თანაგანცდა, რომ ეს მათი ისტორიული მემკვიდრეობა იყო, ბუნებრივი ამ მოსახლეობაში აღარ არის. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის გულდენშტეინტის ცნობებიც, რომელიც ბასიანს როგორც ქართველები წარმოუთქვამდით ამ ძველ სახელს. 19 საუკუნის გერმანელი მოგზაური. და აი ეს არა მარტო მატერიალური კულტურის ძეგლებზე ფრაგმენტულად საუბრობს, არამედ აღწერს ადგილობრივ და რიტუალებსაც, რომლებშიც ძალიან თავისუფლად შეიძლება გეორგობის დღესასწაულის ხალხური ვარიაციის ამოცნობა. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია თამარ მეფის ხსოვნა ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებში. ამ მხრივ მახსენდება ახლა ოსებით, სადაც გავრცელებული იყო ლეგენდა, რომ იალბუზის მიდამოებში იალბუზზეც კი ვიდრე თამარ მეფე მეფობდა, აქ თოვლი არ იყო. ეს უნივერსალური ფაბულარი მთელ მითოლოგიურ სპექტრს მოიცავს, ყველგან სადაც კი ქართველებს თავისი კულტურული გავლენა მოუხდენიათ. აი რაც შეეხება ყარაჩაელებს და ბალყარელებს, აქ კიდევ მეორე საინტერესო ფაქტიც არის შემონახული. ხუმარას ხეობაში არის ახლა რამდენად არის აღარ ვიცი, იმიტომ რომ დღევანდელი კვლევით ვერ მივაკვლიეთ, ყოფილა დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის ქვა და იქვე ახლოს კლდეში ნაკვეთი მცირედი სენაკები, რომლებსაც ადგილობრივი იქაური ყარაჩაელი და ბალყარელი მოსახლეობა თამარ მეფის სახელს უკავშირებდა. და აი ამ დიდ ქვაზე თითქოს დამოკვეთილი ყოფილა ცხენის ფლოქვი, რომელიც თამარის რაშის ცხენის ფლოქვი. აქაც უნივერსალურ სიუჟეტთან გვაქვს საქმე, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული და აი ამ სენაკებშიო თამარ მეფის ჯარი ბანაკდებოდა, როდესაც ისინი აქ იყვნენ. აი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ყველა კუთხეში არის რაღაც თქმულება, ლეგენდა, მითი თამარ მეფესთან დაკავშირებული, ანუ იმდენად ძვირფასი იყო ეს სახელი საქართველოს ყველა კუთხის ცხოვრებისთვის და ალბათ ყველა კუთხეში არის რაღაც თქმულება, რომელიც იჩემებს მისი საფლავის იქ არსებობას. და ის რომ ჩილო კავკასიაში თამარ მეფის სახელია, აი ასეთ პოპულარულია, ეს აშკარად მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს ეკლესიის გავლენა იმ ხარეში საკმაოდ ძლიერი იყო. მაგზერო სულ მეტი წლის წინ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს სასახლეობაში თამარ მეფის საფლავის მიაკლიეს. ჩემი აზრით ეს არქეოლოგიური სენსაციის მოყარე მეცნიერის მიერ იყო გავრცელებული და ჩვენ მოგვიხდა ამაზე რეაქციის გაკეთება, მაგრამ აი თავისთავად საინტერესოა, რომ იქ არის დადასტურებული თვითონ ხალხში ესეთი თქმულება არის შემორჩენილი, რომ თითქოს თამარ მეფე არის დასაფლავებული ძურძუკეთში. ისევე როგორც უამრავი ლეგენდა არსებობს, მინდა სწორედ ეს აზრი განვავრცო, რომ იქ არის უამრავი ადგილი, ტოპონიმი, რომელიც დაკავშირებული არის და ეკლესია დაკავშირებული თამარის დავითისა და განსაკუთრებით თამარის სახელთან. ბაგრატ მესამის ეპოქაში ეს უკვე საფუძვლიანად არის ქრისტიანობაში შესული იმიერკავკასიის სივრცეში, მაგრამ რასაკვირველია დავითისა და თამარის ეპოქაში ეს უკვე კულმინაციას აღწევს და შემდეგ უკვე ხდება რეგრესი თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ, განსაკუთრებით თემურლენგის ამაოხრებელი მთელი კავკასიის ამაოხრებელი ლაშქრობების შემდეგ. შეიძლება ახლა აქ ითქვა ზუსტად გზანა, იქ არის დიდი ხეობა ზელენჯუკისა, ეს სვანეთთან ახლოს არის აფხაზეთის ჩრდილოეთით. იქ არის სამი შესანიშნავი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი შესანიშნავი. მე როგორც თქვა, სენტის შესანიშნავი ეკლესია ახლოს არის შუანას ეკლესიები. ეს არის შეიძლება თქვა საგანძური. არა მარტო ჩვენი, არამედ ზოგადად. და მეაჩნიათ, რომ თელ რუსეთის დღევანდელ ფედერაციაში ყველაზე უძველესი ეკლესიებია და ძალიან ამაყობენ. მაგრამ მინდა ყურადღება მივაქციო, რომ თელ საინტერნეტო სივრცეში, აი როცა
არის უამრავი გამოკვლევები, სხვადასხვა მეცნიერის, მოგზაურის, ტურისტის, უამრავი დევს ინტერნეტ სივრცეში. ყველგან არის ასეთი მიმართულება, რომ ეს არ არის ქართული ეკლესიები, არავით არ კავშირი არა ქართულ სამყაროსთან. არის ეს თქვათ ან ბერძნული, ან ბიზანტიური და უფრო მეტად ამბობენ, ეს არის ალანური ეკლესიები. შემოიღეს განსაკუთრებული ტერმინიც კი, რომ ესენი ეკუთვნის ალანურ, ესე იგი აფხაზურ არქიტექტურის რიგს. ანუ როგორმე ესე იგი სიტყვა ქართული არ იყოს ნახსენები, რომ ეს არც არქიტექტურა, არც ფერწერა განსაკუთრებით ესე იგი არ სურთ დაინახონ, არავით არ იქ მინიშნება ქართული წარწერების, არა მარტო ამ მხარეებში, არამედ დვალეთშიც, ანუ ჩრდილო ოსეთშიც და თუნდაც ასასხეობა რო ავიღოთ, რაც თქვენ ბრძანეთ. ჩრდილო კავკასია შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი საქართველოში. საეკლესიო ისტორია ჩრდილო კავკასიისა ჩვენში ნაკლებად შეისწავლება. ჩვენ ახლა ხშირად ვამბობთ თამარ მეფეს, ეს ჩვენ ვამბობთ, ამბობენ ადგილობრივი მოსახლეობაც, მაგრამ სულ სხვას ამბობს იმავე ტაძრის შესახებ ოფიციალური ესე იგი ისტორიოგრაფია ზელენჯუკის ხეობაში, რომ შესანიშნავი ტაძრები, ანუ არხეზის ეკლესიები, ჯვარგუმბათოვანი ქართული, სენტის, შუანას ეკლესიები, ჩვენ ვიცით, რომ ქართული ჯვარგუმბათოვანი ეკლესიაა ტიპიური, მაგრამ უნდათ რომ შემოიღონ რაღაც ახალი ტიპი, რომ თითქოს ეს არის ალანურ აფხაზური არქიტექტურა, როგორმე ესე იგი არიდონ თავი ესე იგი ქართული კულტურას, ქართული კულტურის გავლენას და ასევე არის, როგორც ვთქვით, ინგუშეთში, ასევე არის დაღესტანშიც, მაგრამ ეს არქეოლოგიური მასალა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ გამოვიკვლიოთ ეს ჩვენი საგანძური, დიდი საგანძური, თვითონ ადგილობრივი ხალხიც ამბობს, რომ ეს არის ქართული, ქართველების არის, მაგრამ ისე არის ჩაგონება ახლა, მაგალითად, თანდაც არ ვიღოთ აი შუანაზე, ჩვენს ეკლესიაში, თვითონ იქაური მოსახლეობა ამბობს, რომ აი ვთქვათ, თამარის დიდი ქვა არის, სადაც თამარი დგებოდა ცხენით, ჯარს მიმართავდა თავის ჯარს, თამარის ესე იგი ცხენის ფლოქის კი ჩანს, ჩამარის უზარმაზარი სამეტრიანი დიდი ჯვარი არის, მაგრამ ოფიციალურში უკვე სიტყვა თამარს ტოვებენ და ამბობენ, ესე იგი ეს არის ალანური, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი უდიდესი კულტურა ჩრდილო კავკასიაში, ძალზედ დიდი ქართული კულტურა არის. გასაგებია მათი ესე იგი მცდელობა, ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურის ზეგავლენა მეცნიერებაზე, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც საჭირო უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტი პოპულარიზება, იმიტომ რომ თვითონ საქართველოშიც არ ეციან ამის შესახებ, ჩვენმა ახალგაზრდობამ არ ეცეს და ბევრი დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის დღევანდელი ჩვენი გადაცემა და მოსმენილი ფაქტები იქნება ამოჩენა. ისინი მათთვის იქნება ძალიან დიდი სიახლე. ხალბატონო, როცა თქვენ სენტის ეკლესია ახსენეთ, აი სენტის ეტიმოლოგია თვითონ საიდან მოდის? ძალიან საინტერესოა. ზოგადად აი ამ ტერიტორიაზე ისტორიულ ბასიანში 90-ზე მეტი ტოპონიმი აი ღიად გამჭვირვალედ, ძალიან მარტივად რომ შევხედოთ, ძალიან ქართულია. ზოგიერთ შემთხვევაში დიალექტური ფორმები სვანური არის გამოყენებული მისი. აი სენტი პირდაპირ მიუთითებს სეტი, სვეტი და ჩვენ გვაქვს ამავე სახელწოდების მთელი სოფლის სახელი მესტიაში, მესტიაც აქედან მოდის, სეტი უბნის სახელი, სადაც ის სეტის წმინდა გიორგის მონასტერი არსებობდა და სადაც იყო ასევე სამოხელეო აპარატი. და ეს სეტის არ იყო ზოგადად? სავარაუდოდ. ან სვეტი ცხოველთან იქნებოდა თქვათ მის სახელზე აგებული ეს წმინდა ადგილი. შეიძლება მეორე ვარაუდიც არის, რომ აი მესვეტეობის ტრადიციებთან ხომ არ არის დაკავშირებული. ყველა შემთხვევაში წმინდა ქართული გამჭვირვალე ტოპონიმია და ახლა გამოთქმული არის ასეთი საინტერესო მოსაზრებაც, ბერი ბაქრაძე წერდა, შემდეგ წმინდა ექვთიმემ გაიზიარა თაყაიშვილმა, რომ აქ არსებობდა ქორეპისკოპოსის ტიტული მესვეტე, რომელიც უშუალოდ მესტიაში მოღვაწეობდა მაშინდელ სეტში და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ სახელწოდების მით უმეტეს ქართველების კონკრეტული ჯგუფით სვანებით დასახლებულ ტერიტორიაზე რომ ეს ტოპონიმი გაჩნდა. და აქ საინტერესო ისიც არის, რომ იქვე ახლოს ოღონდ სამწუხაროდ ამის შესახებ ჩვენ არქეოლოგის კვლევა არ აქვს, გვაქვს მხოლოდ ეთნოლოგის კვლევა. შემონახული ყოფილა რამდენიმე აკლდამა ქრისტიანული წესით დაკრძალვის შემცველი გოშუანების სასაფლაო ერქვა ამ ტერიტორიას, სვანები ცხოვრობდნენ და ეს დიდებული ქალბატონი ყოფილა და დაკრძალული ყოფილა ამ სპეციალურ ძალიან საინტერესო ქრისტიანული წესით აგებულ აკლდამაში, დაკრძალვის წესითაც და იქვე ახლოს არის ერთი აული, რომელსაც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ჯერ კიდევ ერქვა ქართჯვარი.
ამჟამად მისი ტოპონიმი შეცვლილი არის. აი ესეც ვფიქრობ მრავალმხრივ საყურადღებოა, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ აქ ობიექტური არქეოლოგიური ან არქეოგრაფიული კვლევები არ ჩატარებულა ამ ტერიტორიაზე. ქართველების მიერ. მაგრამ გვაქვს ძველი წყაროები, მაგალითად ფირკოვიჩის, ტეპცოვის, იმ ცნობილი ლავროვის გაბნეული ინფორმაცია, საიდანაც ამ სენტის და შუანის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციის ამოკრეფა შეიძლება. ეს სენტთან, როგორც თქვენ ბრძანებთ, არის საძვალე, არის ფოტოებიც რუსულ დღევანდელ ცნობებში, ესე იგი ამბობენ, რომ ეს რა ტიპის არის, რა საძვალე, ასეთ მსგავსი კავკასიაში არ არის და რადგან გავს ძალიან პეტროწონის ქართული მონასტრის საძვალეს. რუსი არ არის? საინტერესოა. ერთნე მსგავსი არის. ეგ არ არის, ესე იგი რა პრობლემა ჩემი აზრით ის, რომ ეს ყველა იკვლევს, აი ეს ძალიან საინტერესო დიდებული ეკლესიები მართლა შესანიშნავია. ძველი ქართული ეკლესიები ჩემი აზრით, მაგრამ ყველა იკვლევს, აი უამრავი გარდა ქართველების. ესე იგი ერთი ფოტოგრაფიც კი ჩასული არ არის. არ სურთ დაინახონ ქართული სადმე წარწერა. არის დარწმუნებული რომ ქარისა თუ რა თქმა უნდა რაღაცა წარწერებიც არის, ქართული ნაშთებიც არის. არ ამგონია რომ რუსულმა ხელისუფლებამ საშუალება მისცეს ქართულ მეცნიერებს რომ იკვლევაძიება აწარმოოს. რამდენად შესაძლებელია ბატონო გივი რომ დღეს რაიმე არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდეს? იცით რა არის არჩი საბჭოთა პერიოდში იყო დიდი შესაძლებლობები, იყო თითოეულა ასე ვთქვათ მიმართულება განსაკუთრებით ეთნოგრაფიული კვლევა იყო ალექსი რობაქიძეს ჩვენი დიდებული ეთნოლოგი, მისი ჯგუფი იყო ჩვენი ექსპედიცია თქვენ ბრძანეთ 76 წლიდან დაღესტანში ვიკვლევთ ქრისტიანობის ისტორიას, მანამდე 79 წლით დაკავშირებული იყო ტყუპერეთის ტაძრის რესტავრაციასთან ჩვენი არქეოლოგიური სამუშაოები და ითქ რთული პრობლემატიკა არის საერთოდ ქართველები თვითონ საქართველოშიც შესუსტებული არის ბევრი რამ რაც მე სულეთ მაკვირვებს და დიდ აღშფოთებას იწვევს ჩემში რომ ეს ქართველოლოგიური და არა მარტო კავკასიოლოგიური კი არა ქართველოლოგიური კვლევაძიებაც არის შესუსტებული რაც შეეხება ისეთ ეს რთული პრობლემა არის საერთოდ ეხლა მე მინდა აი ჩამოვაყალიბო ჩემი კონცეფცია რა არის აი ამ ქრისტიანობის კვლევაძიებისას ჩრდილოეთ კავკასიაში. იყო რუსული სკოლის დამოკიდებულება, რომ ეს არის ქართული მთელი ძეგლებთან დაკავშირებით და უკვე იყო ესეთი ძალიან ცნობილი მეცნიერი ევგენი კროპნოვი, რომელიც 50 წელს მე მაგალითად მინდა მოვიყვანო ეს ფაქტი. ბრძანდებოდა სწორედ ასასრულებაში და შემდეგ გამოაქვეყნა 57 წელს საინტერესო ნაშრომი ტყუპერეთის ტაძრის შესახებ. იგი ამბობს, რომ ეს არის ქართული ტაძარი 12 საუკუნისა. იგი პროფესიონალი არქეოლოგი და ხელოვნების მცოდნე ბრძანდებოდა და შეიძლება უწყიდა, რომ უფრო ადრინდელიც იყო, მაგრამ როგორც ჩანს, რუსულ ისტორიოგრაფიას არ აწყვეტა 12 საუკუნეზე უფრო ადრინდელი ძეგლი. რასაც ჩვენ უკვე ვადასტურებთ, რომ ეს არის 10 საუკუნის მეორე ნახევარი. იმავე პერიოდში ბრძანდებოდა ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი. ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი წერს, რომ მისი დათარიღებით არის მე-11 საუკუნე პირველი პერიოდი, მერე მე-11 საუკუნე და შემდეგ გვიანი შუა საუკუნეების დასაწყისი. პირველში მე ვერ ვხედა მე-11 საუკუნეს, მაგრამ აი წარწერები, ხელოვნების მცოდნეობითი არქიტექტურის, ასე ვთქვათ, არქიტექტონიკა მიუთითებს, რომ ნამდვილად არის არსენ მეორე კათალიკოსის, არსენ მამამთავრის 955-980 წელი მისი არაჩვეულებრივი წარწერაც არის სხვათა შორის გიორგი ეპისკოპოსის სამ წარწერასთან ერთად, რომ ეს მიუთითებს, რომ აი 10 საუკუნის მეორე ნახევარი. ეხლა გიორგი ჩუბინაშვილმა აი მე მინდა რომ ეს იყოს ასე ვთქვათ გაშუქებული ჩემს მიერ. მე უჭერ მხარს, რომ ეს არის ქართულ-ინგუშური ტაძარი. ეხლა რუსულმა ისტორიოგრაფია ქართულ-ინგუშური რას ნიშნავს? იქ არის მთელი რიგი ელემენტებისა, რომელიც ადგილობრივი კაცებისაგან, ადგილობრივი არქიტექტორებისაგან არის შეტანილი უკვე ჩვენ აი ქართულ ქრისტიანულ სივრცეში, ესე რას ამტკიცებდა იცით ევგენი კურტოვი? ეს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში იყო. იურისდიქციაში თავისთავად. ანუ ქართული ტაძარია. ანუ ქართული ტაძარია, მაგრამ იქ ელემენტები მთელი რიგი ორნამენტიკაში ამით რას ამტკიცებდა იცით უკვე ევგენი კურტოვის მოწაფეები, რომ ქართველებმა ძალით შეიტანეს ქრისტიანობა და ძალით დაარჩა. ახლა ჩემი მასალები რას უჩვენებს არქეოლოგიური? უჩვენებს, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობაა დასაფლავებული. ქალებიც არიან დასაფლავებულები და ბავშვებიც. ეს არ არის მარტო ძეგლები, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობა მივიდა. ეხლა ნახოთ
როგორც არის ხევში, ქართულ თიანეთში პატარ-პატარა ეკლესიებია, რომლებიც არ არის გამორჩეული ესეთი ჯვარგუმბათოვანი თუ დიდი სამეკლესიანები, მაგრამ არის პატარა დარბაზული ეკლესიები. მე ვლაპარაკობ ამას უკვე სოციოლოგიური კუთხით, რომ ეს არის ადგილობრივი მოსახლეობამ გაავითაისა ეს ჩვენი ქრისტიანული მართლმადიდებლური რელიგია, კონფესია და კულტურაც. და შესაბამისად უკვე ისიც იღებს მონაწილეობას აი ამ პროცესში. მაგალითად დაღესტანში ჩემს მიერ აღმოჩენილი არაჩვეულებრივი ჯვარი, ქვით ჯვარი, ეგრეთ წოდებული ბერძნულ ჯვრად მიღებული, რომელიც არის ჩვენ სივრცეში მიღებული, არა ტოლფერ და ასე თქვა ჯვარი. ზედ არის ადგილობრივი ორნამენტი. მე ეს მახარებს. მე ამითი მე ვამტკიცებ და უკვე მაძლევს ეს მასალას, რომ იმ ადგილობრივმა კაცებმა კი არ შემდეგ ეს მიიღეს, მისეული გახდა და უკვე ადგილობრივით შეიტანა. ამით ცხადდება უკვე სოციოლოგიური თვალსაზრისით, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ წყვით. ჩვენ არა ძალით და მახვილითა და მახვილით შევიტანეთ, ესე იგი ქრისტიანული რელიგია და კულტურა ჩრდილოკავკასიურ სივრცეში, არამედ მათ მიიღეს, ესე ჩვენ უნდა გავერთიანებულიყავით უკვე სახელმწიფოებრივად და საეკლესიო თვალსაზრისით. ამან მოიტანა ის უდიდესი შედეგი და ის უდიდესი ასე ვთქვათ, გახსენებაც, რაც აქ თამარ მეფესთან დაკავშირებით. ეს პროცესი, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მთისა და ბარის ურთიერთობები, მთელი გეოპოლიტიკა იმდროინდელი წარმოშობს იმ აუცილებლობას, რომ ჩვენ ერთად უნდა ყოფილიყავით. იქიდან ბიზანტია, იქიდან არის აღმოსავლეთის დესპოტური სახელმწიფოები და ზემოდან ჩრდილოეთიდან მოდის დიდი ტალღები, ვთქვათ, ბარბაროსული, ასეთ ვითარებაში კავკასია ნახა სწორედ ის გამოსავალი, რომ ჩვენ გავერთიანდით. და არის წყაროების, ხანის ისტორია თქვენ რა თქმა უნდა, არაბული წყარო, დერბედნამე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ აი თემურლენგის ეპოქაში მუსულმანებთან როგორ იბრძვიან იქაური ქართველები, როგორ ყავთ მათ თავადები და აზნაურები, თვითონ წერენ ესე წერია იქ არაბულად თავადიილი, აზნაურიილი როგორ ესე იგი სისხლი იღვრება და თელი კვირების და თვეების განმავლობაში როგორ იცავენ ეს სოფლები, ეს თავადები, აზნაურები, როგორ იცავენ ხალხს, როგორც წმინდა მოწამეები, როგორც მოწამეები და მოწამეები იყვნენ, ასე დაიხოცებიან და ათასობით არის ისლამთან ბრძოლაში. ისლამთან ბრძოლაში. მაგალითად, ჩვენი პატრიარქი აქ მინაწერი არის ექვთიმე, როგორ გადავიდა დაღესტანში, როგორ მოინახულა მან ეკლესიები 1310 წელი. ანწუხის საეპისკოპოსო, ანუ ანწუხი არის შუაგულ დაღესტანში დღეს, იქ ანუ იყო ქართული საეპისკოპოსო, თვითონ ხუნძახში იჯდა ქართული კათოლიკოსი, თქვენი ოქროპირი, მე-15 საუკუნეში, ეს ცოტა უფრო ადრეა, მე-14 საუკუნის დასაწყისში, მე მოიხილა ესე ავარეთის და მე დღევანდელი ჩეჩნეთის, ანუ ნახჩეთის ეკლესიები, ანუ ესენი ყველანი ქრისტიანები იყვნენ ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, იყო ტაბარსარანში მოიხილა ეკლესია, ეკლესიის სახელიც წერია აქ, მე იქიდან როგორ ჩამოვიდა თუშეთის გავლით ნეკრეში და შემდგომ წავიდა მოვაკანშა დღევანდელ აზერბაიჯანში, რომელიც ასევე ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, ესა წყარო არის, რომელიც ყველაფერს ამას აღწერს. და საინტერესოა მივაქცევ თქვენ ყურადღებას, როცა ეს ჩამობრძანდა მე პატრიარქი უბრძანა ქორმუხის მთავარ ეპისკოპოსს. ესე იგი ეს მთელი ეს რეგიონი, დღევანდელი ჩეჩნეთი, ქრისტიანული ჩეჩნეთი, დღევანდელი ქრისტიანული დაღესტანი შედიოდა ქორმუხის საეპისკოპოსოში. და უბრძანა მას, რომ გადაეწერა სახარებები და ყველა ეკლესიაში გაეგზავნა სახარებები. ეგ ჩაუთვლია უამრავი ეკლესია, ქართული ეკლესიები, რა თქმა უნდა. და ესე იგი დასვა, ესე იგი მან ერთ-ერთი მღვდელს დაავალა და 12 წერალი გადაწერეს, ესე 12 მწერალმა სახარებები და ამბობს, რომ ეს სახარებები ასევე გაუგზავნოთ, ესაა საინტერესო, 7 სასწავლებელს. ანუ იმ მთებში, ანუ ჩეჩნეთში და დაღესტანში 7 ქართული საეკლესიო სასულიერო სასწავლებელი არსებობდა. საინტერესოა. და იქ წერია რა სასწავლიდან, აი აქ არის რა სასწავლიდან, ესე იგი ასწავლეთ რჯული ჭეშმარიტიო, ანუ ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა და ასე შემდგომ, კატეხიზმო. მე ასწავლეთ ფილოსოფიაო, ფილოსოფოსობა, ან ფილოსოფია ასწავლეთო, მე ქართლის ცხოვრებაო და ალანის ცხოვრებაო, ანუ საქართველოს ისტორიას ასწავლეთ და კავკასიის ისტორიას. ანუ ყველაფერი ჩავთვლი, ანუ იმის თქვა მინდა, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, თემურლენგამდე ეს იყო ქართული კულტურული სივრცე, ქართული დამწერლობით, ქართული სიტყვით, ქართული ურთიერთობით, შეიძლება არსებობდა შიდა დიალექტები, მაგრამ მათი ურთიერთობის ენა იყო ქართული ენა მთელ კავკასიაში, მთელ ჩრდილო კავკასიაში. ქართული ენა იყო ურთიერთობის ენა, საერთაშორისო ენა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ენა, ასე ვთქვათ, კულტურის ენა, ბატონო? ლინგვა ფრანკა ენა იყო ფაქტობრივად. ქართული ენა იყო, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა ყველაფერი. ამას ღაღადებს იქაური
წყაროებიდან, რომელსაც უარყოფს მთელი ეს უზარმაზარი საინტერნეტო სივრცე. აი ძველი ავტორები, თქვენ კარგად ვცანეთ, აი მაგალითად მილერი. შესანიშნავად წერს ის ასეთ რამეს ამბობს. ახლა ეს რო თქვა ჩვენთან ძალიან გაუკვირდებათ ის ამბობს. ნუ ახლა არ ვიცი ის ამბობს, მილერი ამბობს, რომ აქ იყო სულ სხვა მოსახლეობა თემურლენგამდე და თემურლენგის შემდგომ თემურლენგმა შემოიყვანა შუა აზიიდან, დასავლეთ ციმბირიდან და ასე ვთქვათ ამ მხარეებიდან სხვა მოსახლეობა. სხვათა შორის ახლა თუ არ გამავიწყდეს, ვახუშტი ბაგრატიონსაც აქვს შესანიშნავად ეს ნათქვამი. ეს აღწერს დღევანდელი ჩრდილო ოსეთის ყოფას. ეს დვალეთს უწოდებს, ეს არის ამბობს ძველი დვალეთი. ესენი, ესე იგი, რა თქმა უნდა, დვალები ჩვენ გვახსოვს ჩვენი თუნდაც საეკლესიო კალენდარში დვალი კალიგრაფები, გადამწერები და მოწამე ნიკოლოზ დვალი. ანუ ესენი, რა თქმა უნდა, ქრისტიანები და საქართველოს ეკლესიის შვილები იყვნენ ქართულენოვანი, რა თქმა უნდა. და ახლა რას ამბობს ვახუშტი, რომ შეიცვალა ვითარება თემურლენგის შემდგომ, თვითონ ამბობს ვახუშტი, თემურლენგის შემდგომ შემოვიდნენ ოსები, რომელმაც შეძლეს დვალეთის ასე დაპყრობა, დაბალი ფენა იქცა დვალები, დაბალი მოსახლეობის დაბალი ფენა არის დვალები, მაღალი ფენა არის ოსები, ანუ ოსებმა დაიპყრეს დვალები, ესე იგი და ესე იგი ამიტომაც ესე იგი დაბალი ფენა ცდილობს, რომ ესე იგი შენარჩუნოს ქრისტიანობა, მაგრამ მაღალი ფენა ავრცელებს თავის ენას, თავის ასე ვთქვათ, წარმართულ ადათ წესებს და ჩვევებს. თუნდაც აი შუანას რეგიონი, სენტის რეგიონი, კავკასიის სვანეთის მოსაზღვრეს. იქაც რა თქმა უნდა ესეთი პროცესი მოხდა, ანუ ეს მოსახლეობა, ვინც აქ არის, ამ დროში ეს არის მუსულმანი სვანები, რომლებიც მათ დღეს იციან თავისი სვანური წარმოშობა, არიან მუსულმანები და პასპორტში მათ უწერიათ, რომ ეს თქვათ არის დღეს რაღაც ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. მაგრამ ისა ჩვენი სისხლი, ჩვენი ხორცი, იმათ აქვს სიყვარული ჩვენი ხალხისა, ჩვენი ერისა და ჩვენს რა თქმა უნდა ვიყოთ გამსჭვალული, იმიტომ რომ ეს ჩვენი სისხლი და ხორცი არის და გვარებით შემორჩენილი არის. ანუ ისტორიული მეხსიერება ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ სუსტდება. ანუ მოწინააღმდეგე ძალა ცდილობს რომ ეს ისტორიული მეხსიერება დაუკარგოს და აი ხა ჩვენი მოვალეობა თანამედროვე საქართველოს და ქართველების მოვალეობა რომ რაღაცნაირად აი ამ კონტაქტებით, ურთიერთობებით ეს გაცოცხლდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩილო-კავკასიასთან ურთიერთობა. ბატონ გივის აქვს ამის უდიდესი გამოცდილება კავკასიის ფონდის ხელმძღვანელობად, სამწუხაროდ შემდეგ კავკასიის ფონდის ფუნქციონირება შეწყდა და რაღაცა გზებია მოსანახი, გამოსანახი, მათთან ურთიერთობა განაგრძეს. ჩვენ ვისაუბრეთ არქეოლოგიურ მასალაზე, ვისაუბრეთ ეთნოგრაფიულ მასალაზე, მაგრამ ძალიან საინტერესოა ასევე ენათმეცნიერული დაკვირვებები. ესე ქართველი ენათმეცნიერების ცნობით, რომლებიც სწავლობენ ჩილო-კავკასიურ ენებს, იქ ბევრი ქართული ქრისტიანული ტერმინი არის შესული და დაკვირვებული. მაგალითად ჯვარი შორს ვარ წავიდეთ და ბევრი სხვა იქნებ ამაზეც ვისაუბროთ. კი ბატონო, ანუ ამ ხრივაც არის ძალიან ბევრი სამეცნიერო შესანიშნავი ნაშრომი, მაგრამ სამწუხაროდ არ არის გამოკვლეული თურქულენოვანი ყარაჩაელები და ბალყარელები ამ თვალსაზრისით ენათმეცნიერულად, ამიტომ ეს საშური საქმეა. ხოლო ეთნოგრაფიულად გავაგრძელებ მეოფისა და ბატონი გივის აზრს, რომ მათ რელიგიურ სისტემაში რასაკვირველია იკვეთება სინკრეტიზმის ელემენტები. აი ამ სინკრეტულობაში დიდი ადგილი უჭირავს ქართულ ქრისტიანულ ტერმინოლოგიას, ქართულ სამყაროს აღქმას, ქართულ ხალხურ დღეობათა რიტუალის ანარეკლი თვალსაჩინოა. აი ხა სულ ახლახან ჩემმა ერთმა იქაურმა ნათესავმა მარად ტეკუევმა გამომიგზავნა. წარმოშობით არის გუჯეჯიანი, მაგრამ დღეს ატარებენ ტეკუევის გვარს. ეს ცოცხალი მაგალითია. დიახ, აგრეთვე შახმურზაევის და ათმურზაევის ორი. აი მათი ძველი ქართველები, რომლებიც გამოსულმანები და სხვაგვარებია. მათი პირველი ლექსიკონის შემდგენელიც აი ქართული წარმოშობის შახმურზაევი გახლდათ გვარად და აი შესანიშნავი ეთნოგრაფიული კრებულები გამომიგზავნა, რომლებშიც დღევანდელ ცოცხალ მოქმედ აი ტირნაუზის გარშემო დასახლებულ და ჩეგემის ბახსანის და აი ამ ხეობებში გაფანტულ მოსახლეობაში შემონახული არის ელია წინასწარმეტყველის ხსოვნის ელემენტები და რავდრის გამოუწვევ რიტუალებში. შემონახული ძალიან უფრო მაღალი ხარისხით არის წმინდა გიორგისთან დაკავშირებული ცოდნა და იგივე ითქმის ოსებზეც, იგივე ითქმის განსაკუთრებით ინგუშებზე და ერთსაც დავამატებდი, რომ აი ინგუშურ ტრადიციულ საქორწინო სისტემაში საიდან გაჩნდა ეგზოგამიურობის დაცვის ტრადიცია, რომელიც მათ ყველაზე ახლო მონათესავე ჩეჩნებს არ აქვთ. იმიტომ რომ ესეც ქართველებთან კულტურული ურთიერთობისა და რელიგიური თან კულტურული გავლენების შედეგი არის.
იმ გუში არ ქორწინდება თავის ახლო ნათესავზე, ჩეჩენი ქორწინდება. და ერთსაც მოვაშველებ ინფორმაციას, აი ამ კვლევაძიების დროს ცხონებულმა გერონტიკასვიანმა მიმითითა ეს წყარო და 1859 წელს ბეზინგის და ჩეგემის ხეობები შემოუვლია მეცნიერს აფირკოვი. ის აი ციტატას წავგიკითხავთ, ქართულად თარგმნი, აი ესეთ რამეს წერს. ბეზინგი ხულაუს აზაუში არის ქრისტიანული ეკლესია. ტაძარი ქვით ნაგებია. კედლების ზომა არის 5.25 3.25 არშინი, სიმაღლე 4.25 არშინი. დამოხატული ყოფილა ფრესკებით, შემკული ტაძარი ყოფილა, ქართული წარწერებიც არსებულა. სამწუხაროდ აი აქ არქეოლოგიური კვლევაძიება ჩატარებული არ არის. არადა რამდენ სიმდიდრეს ის მოგვიტანდა. ერთ-ერთი ბოლო აღმოჩენაზე ვთქვათ, ბოლო არა უკვე კახანი გავიდა იმის შემდეგ. ხუნძახის თავზე 2500 მეტროზე ზღვის დონიდან დაყუდებული იყო უშველებელი ტაძარი 16 მეტრო სიგრძისა და 8 მეტრო განის მოჭიქული კრამიტით დახურული ტაძარი 12 მოციქულის სახელობაზე იყო აგებული 16 ქართული წარწერით. ესე იგი ყველა მხარიდან აი ქართულ კაცს რო გაუკვირდება ისეთი დაყურსული ამ თებით მთელი ეს ხუნძეთი და აი ამ თაზე რომელიც დაყუდებს დღევანდელი რა ტერიტორია დღევანდელი ხუნძახის თავზე არის დაყუდებული მთა აქარო. აი როგორც თბილის დაყურებს მთაწმინდა ეგ არის დაღესტანი და აი ამ მთაზე ჩვენ დავადასტურებთ მეფის სასახლე სარირის მეფის სასახლე დავიწყეთ მისი გათხრა სამწუხაროდ არ დამიმთავრებია და აღმოჩნდა ეს მოჭიქული კრამიტით დახურული უშველებელი ტაძარი 16 ქართული წარწერით ქვის ჯვრებზე. ეს ქვის ჯვრები გამოტანილი არის როგორც ჩანს თემურ-ლენგის ეპოქაში მისი თვითონ არ ყოფილა თემური ამ მთებში ხუნძახის მთებში, მაგრამ მისი სარდალი იყო. დერბეტნამეს ეს მასალებში არის არაჩვეულებრივად ნაჩვენები, რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ხუნძი ვაჟკაცები როგორ ებრძვიან შემოსეულ მტერს, რომლებიც აიძულებენ ისლამის მიღებას, ესენი უარს ამბობენ და ქრისტიანობისათვის და თავისი სამშობლოს განთავისუფლებისათვის დევენ თავს, ისინი იხუცებიან. ანუ მოწამეობრივად აღესრულებიან ისინი. ეს მტერი ადის როგორც აი ამ ხუნძახის აი ამ მთაზე, აქაროზე გამოაქვს ქვის ჯვრები, კირქვის ჯვრები გახლავთ, ორნამენტირებული, უამრავი წარწერით. აი მე მაინც ხას უსვამ რომ ესენი არიან ქართველების და ესენი არიან ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ არ წარმოვიდგინოთ ისე რომ მთლიანად ქართველი მოსახლეობა არის. იქ არის ბურზაყანი, სარკელი და ესეთი ონომოსტეკონე რაღაც უძვირფასესი მასალას გვიჩვენებს ეს წარწერები. იქ გიორგიც არის მოხსენებული, ანდრეაც არის მოხსენებული, მაგრამ ადგილობრივი ონომოსტეკონიც არის დადასტურებული. ესე იგი აი ეს ხუნძახი სავსეა დიდი ქრისტიანობით. ეხლა თქვენ ბრძანეთ აი სეფისკვერის შესახებ. 3 ქვის საბეჭდავი არის აღმოჩენილი. რო არ აღმოგვეჩინა არც ეკლესიები, ყველა სოფელში მე მინდა კატეგორიულად თქვა რომ აუც ნუძახით ჩვენ აი ამ სივრცეს. აქ არის სოფლები. იქ აული გვიანდელი პერიოდის ესე იგი დანაშრე არის. ესენი არის რასაკვირველი დღეს ისლამური მოსახლეობა არის, მაგრამ ესენი ჩვეულებრივი ქართული სოფლები არის, სადაც თითოეულ სოფელში 3, 4, 5 ნაეკლესიარი გვაქვს დადასტურებული ხუნძახის პლატოზე მაგალითად. საოცრებარი სამარხები გვაქვს, ქრისტიანული სამარხები. დამხრობით, რიტუალით, აბსოლუტურად უინვენტარო, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ესე იგი ადგილობრივი მოსახლეობა მიიღო ეს ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენ მიიღო ეს მადლი და ცხოვრობდა მთელი რიგი საუკუნეების განმავლობაში. და იცავდა. და იცავდა შესაბამისად აი ესე ვაჟკაცურად. იცავდა, მაგრამ მერე დგება უმძიმესი პერიოდი მთელი კავკასიის, საქართველოს, ჩილო კავკასიის, ეს არის მონღოლების შემოსევა და ეს არის თემურლენგის შემოსევა. ანუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მონღოლების შემოსევა და თემურლენგის შემოსევა ეს არის გარდამტეხი განსაკუთრებით თემურლენგის გარდამტეხი მომენტი, როდესაც იცვლება ჩილო კავკასიაში ვითარება. როდესაც ეთნიკური სახე და რელიგიური სახე იცვლება და ესეთი მოსაზრებაც არის გამოთქმული, როდესაც ეხლა თემურლენგს გაუჭირდა საქართველოს დამორჩილება 8 ჯერ ის ლაშქრა და როდესაც მან დაიწყო გამოკვლევა მიზეზების, რომ რატო ვერ ახერხებს იგი საქართველოს დამორჩილებას, მას უთხრეს, რომ ზურგი ქართველებს აქვს ჩილო კავკასიელებისაგან. ანუ ჩილო კავკასიელები იყვნენ ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები და ამიტომ მან გადაწყვიტა უკვე ლაშქრობა. ნაწილი იყო ჩვენი სახელმწიფო სისტემა. და ჩილო კავკასიაში, რათა ეს ზურგი მოეშალა მას და
ეს საშინელია ამოცანა მან სამწუხაროდ განახორციელა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობა მაშინ ერთბაშად არ აღმოფხვრილა. მე-19 საუკუნე მაგალითად ეგ იწყება როგორ იცით, არაბების პერიოდშიც არის რაღაც მცდელობა ისლამის შემოსვლისა, თქვათ, კასპიისპირეთიდან, მაგრამ უკვე საფუძვლიანად ხდება აი მე-15 საუკუნის შემდეგ არის დაღესტანი, მე-17 საუკუნე არის ჩაჩნეთი, მე-19 საუკუნეში მაგალითად მუშები მყავდნენ, ესე იგი არქეოლოგიური გათხრების დროს და იხსენებდნენ, რომ პაპაჩენსო აქ ღორების ფერმა ჰქონდაო ასას ხეობაში. მე-19 საუკუნეში მეუფე ჯერ კიდევ ქრისტიანობა, მაგრამ უკვე სინკრეტულად არის აღდგა, როგორც ხდება ეს პროცესი მთიანეთშიც გვაქვს დადასტურებული, ქრისტიანული არის მოსახლეობა, მაგრამ იხსენებს იმ წარმართულ ფესვებსა და ძირებს. შესაბამისად შემოვიდნენ ქრისტიანები იყვნენ. ესე იგი ხდება საქართველოს დაშლა და ჩვენ ვცილდებით თვითონ საქართველოს იშლება, არათუ კავკასიური ერთობა, მამაზურად იშლება მთელი კავკასიური ერთობა და იშლება პირველ ყოვლისა საქართველოს იშლება და შესაბამისად მე კავკასიური სივრცე, პოლიტიკური, რელიგიური, კონფესიური, მაგრამ მოდით ასე ჩემი მხრიდან მე ვაბალდებული ვარ ეს თქვა და მიხარია ამისი თქმა, რომ არჩევოს არაჩვეულებრივი მოწიწება პიეტეტს რო უძახიან, არაჩვეულებრივი მოწიწება ქრისტიანული კულტურის მიმართ, ქრისტიანული ძეგლების მიმართ. ტყუპერდის ტაძარი, აი ეს უზარმაზარი ტაძარი, აგერ მე-19 საუკუნეში იგივე მახსენებთ სევოლოდ მილეტი, მასთან არის დადასტურებული, როგორი მოწიწებით იყო ადგილობრივი მოსახლეობა მეუფე სწორედ ტყუპერდის ტაძართან. იქ იკრიბებოდა როგორც ჩვენთან ხევში წმინდა სამებას ტაძართან ხევის ბერები იკრებებოდნენ და იწყდებოდა ხევის საკითხები. ასევე მეკხელი ქვია, მეკხელი, იქავური თათბირი უხუცესებისა იკრებებოდნენ ტყუპერდის წმინდა თომას ეკლესიასთან, ტაძართან და იწყდებოდა საერო თუ რაღაც მთელი რიგი დიპლომატიური საკითხები. ესე იგი ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენ ვიცით, როგორც თქვენ ბრძანებთ, ბატონო გივი, რომ აი იცის და გზნობს, რომ ფესვები არის ქართული და ქრისტიანული, ძველი ქართული ფესვები აქვს. მაგრამ ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, აღზრდის შედეგი. და აღზრდა თანამედროვე აღზრდა, ანუ ეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, თანამედროვე სამეცნიერო გამოკვლევები მათ ეუბნება სულ სხვა რაიმეს. ანუ ხალხი ერთ რაიმეს ამბობს, ასე ვთქვათ, საქართველოსგან და უყვარს საქართველოს და საქართველოსთან აქვს სულიერი და კულტურული რაღაც ტოლვა და კავშირი, მაგრამ ეს გამოკვლევა სულ სხვა არის და ამიტომ საჭიროა ჩვენი მუშაობა. ეს გამოკვლევები კიდევ ერთხელ ვიტყვი, ასე არის მიმართული, რომ თითქოს ეკლესიურად აქ არსებობდა ალანის მეტროპოლიტო, რომელიც მოიცავდა მთელ ჩრდილო კავკასიას, რომელიც შედიოდა თითქოს კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში და ყველაფერი ეს ნამდვილად არის ალანების. პროვინციალურ ენციკლოპედიაში დაიბეჭდა ალანის სამეტროპოლიტო სტატია. და ტყუპერდი თითქოს შედიოდა ალანის სამეტროპოლიტოში. ქართველი პატრიარქის გიორგი ეპისკოპოსის სამეფოს და ფოტოებიც არის გამოტანილი, ეს იყო ალანის ალანის ახლა ის თქვა და არა მარტო ეს კიდევ ერთხელ არხიზში არის სენტიშუან სელენჯუკის ეს არხიზის ძალიან ცნობილი ეკლესიები. როგორმე ცდილობენ რომ მოაშორონ ქართულ კულტურულ სივრცეს და მაინც ჩვენ ახლა ჩემი აზრით უნდა გამოვიკლოთ სინამდვილე რეალობა, რეალური ისტორია ალანის ეპარქიის შესახებ საჭიროა მუშაობა. მე პირადად საკითხით ვარ ახლა დაინტერესებული. სამდოში ალანის ეპარქია და იქ თვითონ არის ნოტიციებში ჩამონათვალი. ალანის ეპარქია ცენტრები ჰქონდა ერთ-ერთი ხერსონესში, ბოსფორში და არავითარი კავშირი მას არ ჰქონდა ჩრდილო კავკასიასთან. ანუ ის ბიზანტური ალანია მოიცავდა ალანი ერქვა ვრცელ მიწა-წყალს და იცვლებოდა სახელები, ზოგჯერ გუთეთ ერქვა, ზოგჯერ ალანია, ზოგჯერ სკვითია, ასე შემდგომ. მოიცავდა ყოველ შემთხვევაში ბიზანტიური ალანია გულისხმობდა არა საქართველოს მეზობელ და მიჯრით მდებარე მხარეებს, არამედ გულისხმობდა სულ სხვა მხარეს, ანუ დონის, დნეპრის, დნესტრის ხეობებს, ყირიმს და ასე შემდგომ. ანუ იქ ასე ვთქვათ, სტეპების მხარეს. საქართველოს მომიჯნავე რეგიონი, რომელსაც ჩვენ ოსებს უწევდით, ეს სხვა რეგიონი იყო. ეს იყო საქართველოს ყოველთვის მუდამ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში. ახლა როგორ უნდათ რომ ეს ოსეთი და ალანია, ანუ ჩრდილო კავკასიის ოსეთი გაიგივონ და ესე იგი ის ალანია გადმოიტანონ და დაარქვან ის ალანია თითქოს მოიცავდა ამ რეგიონს, ანუ ის არა ყირიმსა და არა დონის და დნესტრის, არამედ მოიცავდა ამ რეგიონს, რომ ეს ყველაფერი ეს კულტურა არის ანუ ძველი ქართული კულტურას ნაღვაწს და ნამოგშაკოს და ნამოქმედარს და
ყველაფერს მიაწერენ ალანებს. და ეს ისწავლება და ესე იგი ახალი თაობა დარწმუნებულია, რომ უფრო იქნება გულცივი, გულგრილი საქართველოს მიმართ, ქართული კულტურის მიმართ. ასე რომ ჩვენ რადგან სურს რა თქმა უნდა მეგობრობა და კავშირი და ჩვენი სისხლია, ჩვენი ხორცი, აგერ მოგვარეებიც არიან და როგორმე უნდა იყოს დიდი ინტერესის სფერო ჩვენში მუშაობა უნდა იყოს, რომ ეს სწორად გამოვიკვლიოთ, რეალურად და ობიექტურად გამოვიკვლიოთ. და ამავე დროს მეუფე უნდა ეს ნაშრომები რუსულად ითარგმნოს და ინტერნეტ სივრცეში დაიდოს. ინტერნეტ სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდოთ ჩვენს ჩილო-კავკასიელ ძმებს, ამავე დროს ისე იმ არტეფაქტების ფოტოები, რომლებიც იქ არქეოლოგიური კვლევების დროს აღმოჩნდა, იმ წარწერების ფოტოები, თავის თარგმანებით, ეს ამას ექნება თავის შედეგი. რა თქმა უნდა, ძალები არის უთანასწორო. ჩვენ გვებძვის ძალიან დიდი საინფორმაციო მანქანა რუსეთის სახით, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლოთ და ჩვენ რაც შეგვიძლია ის არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ შედეგი იქნება. სიმართლე ისეთი რამ, სიმართლეს აქვს ეს თვისება, რომ სიმართლე აქვს ძალა. თან გავითვალისწინოთ ის, რომ ხა არაფერი არ არის უცვლელი, იცვლება პოლიტიკური ვითარება, იცვლება სახელმწიფო საზღვრები და შეიძლება ხვალ თუ ზექ იქ ის რეგიონი, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციაშია, აღარ იყოს რუსეთის ფედერაციაში. ამისთვის ჩვენ აქედან უნდა ვემზადოთ. აქედან უნდა ვემზადოთ, რომ ამ ხალხთან დავამყაროთ ურთიერთობა და ამ ხალხთან გქონდეს ჩვენი მოყოლები რომ ჩვენ treba დარაქციონო, ანუ ისეთი არის მიმართულება, რომ უნდათ რაღაცნაირად აი ესე ჩანერგონ, რომ ეს არა ეს თქვენი მეგობრები კი არ არიან. ეს ორი მხრივ მიდის მუშაობა. ერთი აი ეს რაც თქვენ ახსენეთ, როდესაც ისტორიის გაყალბება ხდება და მეორე რადიკალური ისლამის შეჭრა ჩილო-კავკასიაში, რომელიც ასე გვაშორებს ჩვენ მათთან, იმიტომ რომ ტრადიციული ისლამის მიმდევრები სანამ იყვნენ ისინი, მაშინ ჯერ კიდევ ურთიერთობა ისეთი რთული არ იყო. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უკეთესი იყო ურთიერთობა, როდესაც ისინი ქრისტიანები იყვნენ. მაგრამ ეს ეპოქა, ესე იგი, რამოდენიმე საუკუნის დარჩა. თქვენ ბრძანეთ ბატონო გივი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისლამი აქვს მიღებული ჩილო-კავკასიელებს, ისინი მათ აქვს პატივისცემა ქრისტიანული ტაძრების მიმართ, ქრისტიანული ქვაჯვრების მიმართ და ქრისტიანული წერილებითი წყაროების მიმართ. თქვენ დადასტურებული გაქვთ ერთი ფაქტი, როდესაც ერთმა ინგუშმა ძველი ქართული ფსალმუნის რამოდენიმე თატარა გადასახლებაში მან აღმოაჩინა სულეთ პატრა ბიჭუნამ მაღიერდას ტაძარში, ეს ინგუშეთის ტერიტორიაზეა და მთელი წიგნი იყო მამამის გადაუცია ვიღაც რუსი ოფიცრისათვის. ორი ფურცელი იყო ამოვარდნილი და შევნახავთ რელიკვია და ჩვენ მექსბეჩემ რო უკვე დაიწყო მუშაობა ჯერ ინგუშეთში, შემდეგ ჩაჩნეთში და დაღესტანში, გავეცანით ამ პიროვნებას, დავმეგობრდით და სიკვდილის წინ დაიბარა მოხწმა კაცმა, რომ თუ კიდე ერთხელ ჩამოვა, გადაეცით მას ეს ეტარაძე ნაწერია მე-10 საუკუნის ბ რედაქციის ქართული ფსალმუნის ორი ფურცელია. აი ყველაფერს აი მართლაც ეს არის არაჩვეულებრივი ფაქტი, აი ეს არის აბდულახა პელჯარკიევი. ხალხში ჩაცმული ისეთი ბრძენი ულამაზესი კავკასიელი კაცი. წარმოგიდგენიათ ესე იგი იყო მუსლიმი, იცოდა რომ ეს ქრისტიანული წიგნია ქართულად არის და უბით ატარა გადასახელს რა. წარმოვიდგინოთ იმ ღამით ნოემბერია 44 წლისა. კგბ-ის ჯარები დაესხმება ჩარჩინებს, ინგუშებს და კიდე სხვა ხალხებს ჩილო-კავკასიის და გაასახლებენ. და რა უნდა წაეღოთ თან, ხო? ჩაიდო ჯიბეში და ატარა უბის ჯიბეში. დავსვათ საკითხი რა ხდება, რატომ გააკეთა მან ეს? აი ეს არის სწორედ ფესვების პატივისცემა, მოწიწება ფესვებისადმი, ისტორიისადმი და მე წეგნაც ვახსენე კულტურის ეკოლოგიის ფენომენალური. აი სოფლიოში უნდა გავცემდეთ ეს ფაქტი. დღევანდელ არეულ სოფლიოში, როდესაც ებრძვის კონფესიები, რელიგიები, კულტურები და ასე შემდეგ ეკონომიკები ერთმანეთს. აი ესეთი ფაქტს მე ვადასტურებ. ეს არაჩვეულებრივი გამოხატულება არის იმ კავკასიური დამოკიდებულებისა თავისი კულტურის მიმართ, თავისი ისტორიის მიმართ. მე გეთაქვებთ მომზურაბ, რომ არის სხვა ტენდენციები, არის იგივე ჩვენ ქართველები ვცილდები ჩვენ ფესვებს სამწუხაროდ, მაგრამ არ მოხდება ეს ბოლომდე, უფალი არ დაუშვებს კავკასიელები, როგორცაც ძალიან ძლიერი გენეტიკის მატარებელი, გენეტიკური მეხსიერების მატარებელი ხალხი ვარ და ყოველ შემთხვევაში 21 საუკუნემდე ჩვენ მეტნაკლებად შემოვიტანეთ, გადმოვიტანეთ და შემოვინარჩუნეთ ჩვენი დიდი კულტურა და ჩვენი დიდი კავკასიური ცივილიზაცია და მისი დამცველებიც ვართ შესაბამისად.
ჩვენი გადაცემა დასრულდა ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ ჩვენ საუბრობდით ჩილო-კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელებაზე, ქართველების როლზე და ჩვენი სტუმრები გახდნენ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, პროფესორი გივი ღამბაშიძე, პროფესორი როზეტა კუჯეჯიანი, გადაცემას უძღვებოდა დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე. მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეს მომავალ შეხვედრამდე.